მას ხედავ როგორც პოლიტიკურ შანტაჟს და ვიტყვი პირდაპირ რომ კობახიძის და სხვების შანტაჟი არავის არ აინტერესებს ნამდვილად სულცე ჩემს პოლიტიკურ ძალაში, ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, ლელო ძლიერ საქართველოში. დღიდან დაფუძნებისა ჩვენი პოლიტიკური ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ პრაქტიკულად ყოველთვის მთელი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური რეპრესიის და დევნის საგანი 6 წლის განმავლობაში. პრაქტიკულად ყოველთვის, მაგრამ არც ერთხელ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ დაუხევია უკან. არც ერთხელ ამ პოლიტიკურ გუნდს არ უთქვამს უარი ყველა ბრძოლის ინსტრუმენტის გამოყენებაზე და იმ საზოგადოებრივი და ეროვნული დაცვაზე, რაც არის დასაცავი. და ეხლა ჩვენ არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევედით და მადლობა ღმერთსო, არ შევედით, იმიტომ ეს იქნებოდა ნამდვილად არასწორი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით ამაზე თავიდანვე, მე პირადად და 13-მა სხვა კოლეგამ დავთმეთ ჩვენი მანდატები, რაც არ არის ხო მარტო დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ხალხისგან გაქვს შენ არასწორი იყო? მე ვფიქრობ, ნახეთ, არავინ არ იცის. აი ახლა მაგალითად მანდატები რომ გქონოდათ, გრიგოლ, შეიძლებოდა თუ არა დაგენახათ პირიქით შესაძლებლობა. აი მაგალითად ადგილობრივ არჩევნებში თქვენგან გვესმოდა რომ ქართულ ოცნებას არ დავუთმობთ მუნიციპალიტეტებს, არ დავტოვებთ მარტო ხალხს მათთან პირისპირ. შეიძლებოდა თუ არა დაგენახათ რომ დღეს ქართული ოცნება პირიქით ამ პარლამენტს ამ კანონებისთვის იყენებს და პარტიების ასაკრძალადაც მათ შორის. ახლა თუ არა. ჩემი პასუხი იქნებოდა ახლა უკვე აღარ. კითხვა შევა დაიცვას, მე ვფიქრობ, თავის დროზე სხვანაირად რომ მოქცეულიყო ოპოზიცია, დადგებოდა თუ არა სხვა შედეგი, ხო? ეს არის ლეგიტიმური კითხვა ძალიან, ანალიტიკურად ლეგიტიმური კითხვა არის, მე ვიტყოდი და იცით რა, არავინ არ იცის ისტორია როგორ წარიმართებოდა, ხო? არავინ არ იცის 28 ნოემბერი დადგებოდა თუ არა იმ ფორმით, რომელსაც დადგა მაგალითისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ მე ეს არის განსახილველი საკითხი, ძალიან დიდი განსხვავება. ნოემბერი დადგებოდა თუ არა? სწორად კითხავს, მე ვფიქრობ, საკრებულოს ნაწილში ნახეთ დიდი განსხვავება და ეს მინდა ხალხს ესმოდეს მკაფიოდ, იმიტომ ეს ლეგიტიმური კითხვა. საკრებულოს როგორც პლატფორმის გამოყენებით რეჟიმის ლეგიტიმაცია არ ხდება. ეს არ არის საკითხი, რომელიც დგას. პარლამენტში შესვლით 2024 წელს მოხდებოდა ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ მე რომ ყოფილიყო იმ პარლამენტში, მე იქ უნდა დამემტკიცებინა მთავრობა. ხო, მე იქ უნდა მიმეყო მონაწილეობა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნებში, ხო, გამოგვაცხადეს კიდევაც, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ ვიყავით საკრებულოებში ფორმალურად. არა, ნახეთ, ძალიან დიდი განსხვავება. იქ ეროვნული ხელისუფლების ეკონომია წყდება, ხო? და ეროვნულ ხელისუფლებას ჩვენ გამოუცხადეთ დელეგიტიმაცია, ჩვენ მივახციეთ სწორედ საპარლამენტო ბოიკოტით ერთობლივად იმას, რომ არც ერთი რეალურად არც ერთი საერთაშორისო პოლიტიკური ინსტიტუტი არ აღიარებს ამ ხელისუფლებას და მივახციეთ იმას მათ შორის, რომ რეალურად ეს რეჟიმი არის ერთი სრული წლის თავზე ტოტალურად იზოლირებული. ამიტომაც თუნდაც ამ ჭრილში ის რომ არ ვიცი რეალურად ხო სხვა რა მოხდებოდა არ ვიცი, არავინ არ იცის. აი ტოტალურად იზოლირება. დელეგიტიმაცია. ტოტალურად იზოლირება მას აწუხებს თქვენი აზრით, თუ ეს პირიქით მისი მიზანია? მე ვფიქრობ, რომ მას აწუხებს ქართული ოცნება თუნდაც იზოლირება. შეასუსტა მე ვფიქრობ პოლიტიკური ლეგიტიმაციის კუთხით, იმიტომ ლეგიტიმაცია სიმყარისთვის გინდა, ხო? აი როგორც ხეს სჭირდება ფესვები. შენ რეჟიმის სიმყარისთვის გჭირდება ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეხლა როდესაც ხარ მაკა ბოჭორიშვილი და 5 ჯერ შეხვდი პიტერ სიარტოს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ვინც ხდება მას? 4 ჯერ შეხვდი რატომ არის ეს ქართული ოცნების აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაგრამ ვერავინ სხვას ვერ შეხვდი. ეს კოშმარია, ხო? ვერ შემოგაგ ინვესტიცია. ჩინეთის მით ყიდი ქვეყანაში, აი ჩინეთია დაინტერესებული ჩვენით. მაგრამ სიბრტყეში ვერანაირი ჩინური ინვესტიცია ვერ შემოგაგ და ერთადერთიაც გამოგდის. არის ის რომ ხარ ხელისუფლება, რომელსაც ჩაძირა ანაკლია და ამავე დროს ხარ ხელისუფლება, რომელიც ახდენს არაბიზაციას რეალურად, ხო? აი ეს არაბული ანკლავის თემა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაძრა, არის კარგი ილუსტრაცია იმისა, რაც გვჭირს, ხო? მცხეთაზე უფრო დიდი ზომის ტერიტორია რო გადაეცემა არაბებს, გაუგებარი ბუნდოვანი მეტი ალბათობით, მაღალი ალბათობით კორუფციული გარიგებით, ის რომ ქართული ეროვნული ინტერესი არსად არ ჩანს, ქართული დემოგრაფიული ინტერესი არ არის გათვალისწინებული, ჩვენი სუვერენული ნება და სტრატეგიული ხედვა არ არის აბსოლუტურად არცად რეალურად ცხადად. ეს არის კორუფციული გარიგების ნიშნების მატარებელი ამბავი და ამიტომაც ვითხოვთ ჩვენ რომ გასაჯაროვდეს ის კონტრაქტი, რომელიც დაიდო, იმიტომ რომ აქ აი რომ გასაჯაროვდეს, რომ ვერ დაინახოთ მასში კორუფციის ნიშნები, გრიგოლ ხედავთ ფაქტების დონეზე ძალიან სერიოზულ კითხვებს, ხო? ანუ კითხვები რაზე გაქვს? მილიარდზე მეტი მაგალითად, ხო? ანუ ქართული მხარე 600 მილიონის მიწას აძლევს, ხო? 33%-ის ასე იგი სანაცვლოდ
დანარჩენი სად არის? რამე სიცხადე გვაქვს? ანუ ეს არის პრობლემა და არაბიზაცია. ანუ არაბიზაცია პრობლემა ამ ტერმინს ახსენებთ თუ პრობლემა რაღაც დაფარული ხელშეკრულება თუ კორუფციის ნიშანი? დაფარული ხელშეკრულება პირველი, კორუფცია მეორე, თუ კორუფცია პირველი არა, ეს ერთმანეთის ნაწილი არის, ხო? ეს პრობლემა არის და ქართული ეროვნული ინტერესი საერთოდ რომ გამქრალია. საქართველოს ქართველების გარეშე ეგ არის ჩემი პრობლემა. ძალიან ღიად ვიტყვი. საქართველოს ქართველების გარეშე. ეხლა აქ რო იყო საუბარი იგივე მაგალითად არის იტალიელებზე ან გერმანელებზე ან ფრანგებზე, ხო? ეგეც პრობლემა იქნება თუ კორუფციის ნიშნებს ხედავ, ხო? ანუ აქ არაბის კომპონენტი არ არის ცალკეულად მხოლოდ პრობლემა, მაგრამ ის რომ ქართველების ინტერესი არსად არ არის, ამას ვიტყვი ძალიან დიდი სიამაყით პრობლემაა ჩემთვის, იმიტომ მე ჩემს თავს როგორც ქართველი და როგორც პოლიტიკოსი ვხედავ ქართველების ინტერესების და ქართულში გულისხმობ ყველა ჩვენს მოქალაქეს იმედია ცხადია, ხო? ბუნებრივია, ხო? ჩვენი მოქალაქების ინტერესი საწავიდა დემოგრაფია არის მინუსში, უფრო მეტი ადამიანი გვეკარგება, ვიდრე ჩრდება. ადამიანები მასობრივად გადიან ამ ქვეყნიდან, მასობრივად. 2023 წელს 30 წლამდელი, ანუ ყველაზე პროდუქტიული ასაკის ადამიანი 123,000 გავიდა ამ ქვეყნიდან. წარმოიდგინეთ. რამდენი დაბრუნება ნახოთ იქნება ამ ინვესტიციაზე. და ყველა მსმენელმა როგორც დიდი ინვესტიციაა, რომლის მოძიება ალბათ სხვა იტალია ახსენეთ გაუჭირდებოდა ქართულ ოცნებას. ბატონ, ლეგიტიმაცია მათ შორის. ლეგიტიმაცია, თქვენ ლეგიტიმაცია იტალიური ვერ მოიზიდა, მაგრამ მოიზიდა არაბული. იაპონურ ინვესტიციას რატო ვერ იზიდავენ გითხრათ? კარგი რაღაც მომოგონეთ ძალიან და თქვენ წინა ეს ყველა კითხვას აერთიანებს. რატო? იმიტომ იაპონური ინვესტიცია. თუმცა ეს ასუსტებს ქართულ ოცნებას, ეს იყო ჩემი ამოსავალი. ჯანდაბამდე გზაქონია მართლა ქართულ ქართულს კი არა, თქვენ გასუსტებთ, თქვენს მშობლებს, ჩვენ საზოგადოებას. კი ბატონო, თუმცა აი ნახეთ, ყველა ადამიანს ასუსტებს ეს უმსგავსება რაც ხდება. ყველა ადამიანს, იმიტომ რომ აი ნახეთ იაპონური ინვესტიცია. მაგრამ ქართული ოცნების დასუსტებაა თქვენი მიღება. ძალიან კარგი მაგალითი, ვიტყვი რატომ თუ შეიძლება. იაპონური ინვესტიცია თავის თავში გულისხმობს და მოითხოვს მაღალ სტანდარტს. მათ შორის თავისუფალი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და სხვა. იაპონელები ინვესტიციას არ დებენ, უბრალოდ კარგი кейსია, აი კარგი გამოხატულება ამ ფილოსოფიის, ხო? ძალიან მაგარი სახელმწიფო უნდა იყო იმისთვის, რომ იაპონური ფული შემოვიდეს და თუ შემოვა, ძალიან კარგი შენთვის, ხო? მდგრადი განვითარებისთვის. კი ბატონო, ჩვენ როცა ვსაუბრობთ, გარდა არაფერი შეუძლიათ, ეგეც ლეგიტიმაციის პრობლემაა. გრიგოლ, ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ქართულ ოცნებას, დასავლეთში ჩვენ ვხედავთ ვინ ესაუბრება მას და ვინ არ ესაუბრება, თუმცა ქვეყნის შიგნით ის იღებს კანონებს, რომლითაც ახშობს პროტესტს, პოლიტიკურ პარტიებს აკრძალვას უპირებს და ყველა მიმართულებით, ასე ვთქვათ, ბერკეტს იღენებს იმისთვის, რომ მან კრიტიკა, ასე ვთქვათ, გააქროს და პროტესტი გააქროს. წინასწარმეტყველი საუბრობდა, პროტესტიც შემცირდება ბოლოს და ბოლოს, როცა ყოველი ადამიანის დაკავებას დაიწყებს ქართული ოცნება. აი აქ გეკითხებით, აი ერთი წლის თავზე თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება მარტო დატოვებამ პარლამენტში დაასუსტა იმდენად, რომ დღეს აღარ იცის სად წავიდა ეს? ახლა ქართულ ოცნებას გააჩნია რეპრესიული აპარატი, რეპრესიული ბერკეტი და მეტი არაფერი რეალურად, ხო? ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ზოგადად ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ ქართული ოცნება აღვიქვათ იმად, რაც არის. სიმართლეში ეს ძალიან სუსტი რეჟიმი. რა ჩვენს მისი სუსტი? არანაირი შინაარსი, არანაირი ლეგიტიმაცია, არაფერი. მარტო რეპრესიული აპარატია. შიშველი რეპრესიული აპარატი, მეტი ქართული ოცნება არაფერი არ არის სიმართლეში. რეპრესიული აპარატი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავინახოთ რაღაცა განსაკუთრებულ შეიძლება სუსტი, არ ვიცი როგორ უყურებს რაღაცა რაიმე ძალის სიმართლეში ძალიან უძლური ძალაუფლებას ხომ იმყარებს. რეპრესიული აპარატია. ძალაუფლებას ხომ იმყარებს ამ რეპრესიული აპარატით? კი, იმყარებს დროებით, მაგრამ რაც უფრო ხო, მაგრამ ნახეთ, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ახლა სამომავლოდ სად წყდება პროცესი? ქუჩაში პროტესტი დროს? მე ყოველთვის გონია ყველგან წყდება ერთად. სად ხართ ყველაზე წარმატებული? არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ქუჩის პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მთელი წელი გაძლო. ფაქტიოდ, მე რაც ვცადე რომ მე არ ნახული არის, რომ ქუჩის პროტესტმა გაძლოს ამდენი ხანი, მე გულისხმობ, მაგრამ აცნის ნელ-ნელა ადამიანს და არა თქვა კვირაში ერთხელ რო არის და 10 დღეში ერთხელ და ასე შემდეგ, ხო? ეს არ ნახული სიხშირე არის პროტესტის და ძალიან კარგია საერთოდ გაძლო ამდენი ხანი. ჩვენ ეს გავაძლიეროთ ყველა შესაძლო გზით. სხვათა შორის გაერთიანებაზე საუბრობენ, თქვენ ოპოზიციურ გაერთიანებაზე, აი ამ გამოწვევის საპასუხოდ, რაც პარტიებს აკრძალვასთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ დაიწყო. მათ შორის თქვენს დაბრუნებას აი ამ პროტესტის ნაწილში. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები დაბრუნებას სიტყვას, იმიტომ არც წავსულ ვართ. თავი ვიცი დიდი პოლიტიკა საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ შეხედავს ზოგიერთ პოლიტიკოს სუბიექტმა, ხო? ეხლა როცა ჩვენს დაბრუნებაზე ლაპარაკობს, მოდი შეხედოთ სამი თვე თვითონ რას ლაპარაკობდა, ხო? ჩვენს წინააღმდეგ, ხო?
და მართლა რაღაცა მართლა ჩალისფას იყო არა აქ სიტყვას. სამი თვე ძალიან კარგად მახსოვს მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები და მათი წამყვანი სპიკერები, როგორ ისხდნენ ამ სტუდიაშიც და სხვაგანაც და ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ თურმე ჩემი პოლიტიკური ძალა არის გარიგებული. ბოდიშს მოიხდიან ამაზე? კი ბატონო, სხვათა შორის ალბათ რთულად მოიძებნება ოპოზიციაში პარტია, რომელიც ხების მიერ არ არის გაკრიტიკებული, ჩვენ თუ ამ წლებს დავაკვირდებით. ერთმანეთის მიმართ ბევრი რამ თქმულა, მაგრამ აი გახარიასთანაც თქმულა, მაგრამ ითანამშრომლობდათ ერთმანეთს. სამი თვე რომ თავს გვესხმოდნენ უაზრო, აი პირველად რომ ესე გულწრფელი ამ თემაზე კი მილაპარაკია, მაგრამ აი ძალიან გულწრფელი ვარ დღეს გამორჩეულად. იმიტომ ეხა თუ ლაპარაკი, მოდი და სად უნდა დავბრუნდე, სად წავედი, სადმე? კარგი, რა შეხება გაერთიანებას რაღაც ერთიანი ფრონტი? გაერთიანებას რომ თავაზობს ადამიანი, რომელიც გუშინ წინ ამბობდა სიცრუეს მაგალითისთვის, რომ ლელო ვიღაცას ფულს თავაზობდა, რომ გაჩვებულიყო. ეს იყო სიცრუე. სახელს და გვარს არ ვახსებ, არ დავკონკრეტები ხო და ჩვენ არ გვჩვევია ეს რაღაცა ბუტია ჩვენ ეროვნულ ინტერესს მივყვებით, ეგეთი გუნდი ვართ, მაგრამ დიდი ბოდიში რა. ეხლა რომ გაერთებას მთავაზობ, ჯერთი რაში გაერთებას მთავაზობ, არ ვიცი. შინაარს უნდა ვიცოდე, როგორ ვუპასუხო გაერთებას სად ვერთიანდებით. კი ბატონო. რაში ვერთიანდებით ეს ერთი. და მეორე, მაინტერესებს ამ ქვეყანაში არ უნდა დადგეს დრო, პირდაპირ ვკითხულობ. როდესაც სიტყვას აქვს ფასი. მოიცა, ესე იგი ეს მაპატია და მოსულა ესე რომ გუშინ წინ მეძახი რომ გამოვრიგდი ორი ჩვენი პოლიტიკური ლიდერი და მეგობარი ციხეში იჯდა. უმძიმეს კვირებს გავდიოდით. ხო? კი ბატონო. ვიბრძოდით და ვიღაცები რაღაცებს გვიჩიჩხირებდა ყურში და ეხლა ამ ადამიანს ბოლოს კითხავთ მოკლედ მიპასუხოთ. მე ველი პასუხისმგებლობის ნახვას. გრიგოლ, თქვენ ელოდებით თუ არა რომ კი ბატონო, უნდა დავასრულოთ რაღაც მინდა რომ მოვისმინოთ. მაშინ შეიძლება რუსუდან, მაშინ შეიძლება რომ რამეზე ვიფიქრო, აბა ადამიანი უპასუხისმგებლოდ რო იქცევა ჩემ მიმართ იმასაც საქმე როგორ ვაკეთო. უნდა დავასრულოთ თქვენი აზრით ლელოს აკრძალვის პროცესი ბოლომდე მივა, თუ ეს რაღაც სასაუბრო თემაა, მხოლოდ მოკლედ მიპასუხოთ. არ ზართულია ბიზნესმენიშვილის გონებაში ჩაიხედო და რამეს მიხვდა, სასამართლო ჩვენ არ გვაქვს ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მე ვთვლი რომ ლელო არის მისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ასე ვთვლით სულ 6 წლიდან 6-ვე რომ ორივე პოლიტიკური ლიდერი მუდმივად არის დევნის საგანი და მუდმივად არის წნეხის საგანი. მაგრამ აი ბრძალებათ თუ საუბრობს, ნაცების გამოძიების კომისია გააკეთეს და მამუკა ხაზარაძე დაიბარეს და ფატრი ჯაფარიძე პირველი და არა ნაციონალური მოძრაობის მინისტრები ზოგი დღესაც არ დაუბარებია. მაგრამ ბოიკოტის გამო აკრძალვას იპირებენ ეს პროცესი ბოლომდე მივა. კი, არ მინდა დაიბარონ სადმე, არ მინდა. მაგრამ ისინი არ დაუბარებია. დროს გადავაცილე, მაინტერესებს თქვენი პასუხი. მამუკა დაიბარეს, რომელიც არასდროს არ იყვნენ იმ რეჟიმის არც წევრი, არც მომხრე, არც ჩართული. ესენი დაიბარეს პირველი. და ეხლა ეს რეჟიმი ამგზავროს თუ არა? კი, ალბათ ამგზავროს.